დღეს კიბერდანაშაულზე ვისაუბრებ და იმაზე თუ როგორ შეიძლება დაუცვათ მისგან თავი. მოგესალმებით ადვოკატი ჯემალი ჩიტიშვილი. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაიზარდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება, საბანკო თაღლითობა, სოციალური ქსელების გატეხვა, შანტაჟი და ონლაინ თაღლითური სქემები. საქართველოს კანონმდებლობით კიბერდანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და მასზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით, მაგალითად კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა, მონაცემების უკანონო მოპოვება ან გავრცელება, ასევე ფინანსური თაღლითობა ინტერნეტის საშუალებით შეიძლება დასრულდეს როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთითაც კი. პრევენციისთვის კი მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი წესი. არ გააზიაროთ თქვენი პირადი ან საბანკო მონაცემები უცნობ პირებთან. გამოიყენეთ ძლიერი და განსხვავებული პაროლები. არ გახსნათ საეჭვო ბმულები და ფაილები და ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაციის წყარო. თუ გახდით კიბერდანაშაულის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ სამართლებრივი დახმარება ადვოკატისგან. თუ დაგჭირდათ ადვოკატის დახმარება კი, მომართეთ მე როგორც ადვოკატს და ვეცდები გაგიწიოთ დახმარება. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის კი გამოიწერეთ ჩემი არხი.